გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარამიძე და ეს არის აზროვნების სახელოსნო. როგორც ითხარით, აზროვნების სახელოსნო ეს არის საუბარი არის შინაგან სახელოსნოზე, სადაც მე ვარ ხელოსანი და ის ჩემი შინაგანი მეები, ასე ვთქვათ, რომლებიც მე ჩემს შინაგან სამყაროში აღმოვაჩინე და მე ასევე გეტყოდით თქვენს, ვინც ახლა მისმენთ ან მიყურებთ, რომ თუ ამ სადამკვირვებლო კუთხიდან შეხედავთ, მაშინ თქვენს შეიძლება მოგეცეთ ესეთი ხედვა, რომ თქვენ ხართ ხელოსანი თქვენი შინაგანი სამყაროს შიგნით და ამ ხელოსნის მიზნებში, მის ფუნქციებში შედის სწორედ ის, რომ გაერკვეს ამ შინაგან სამყაროში, სადაც გარდა იმ მეებისა, რომელსაც მე ჩემი თვითდაკვირვება მიჩვენებს და თვითმხილველი მე მიჩვენებს, გარდა იმ მეებისა, რომელსაც მე ასე თუ ისე ვცნობ, მე კი არ ვიცნობ, არამედ ვცნობ, არიან კიდევ მეები, ასე ვთქვათ, რომელიც მეს სახელით, ანუ ვინ არის ის მეები, როგორც მე ვამბობ, ეს არის ვიღაცები, რომელიც ჩემი სახელით გამოდიან, ჩემი სახელით ლაპარაკობენ, ჩემი სახელით იღებენ გადაწყვეტილებებს, მაყენებენ ზოგჯერ ასეთი განსამეუფლება, რომ მაყენებენ გადაუწყვეტელი საკითხების წინაშე, შევყავარ ლაბირინთში, რომლისაგან გამოსვლა თუ შეუძლებელი არ არის, ძალზე ძნელია. ანუ ეს ჩემი შინაგანი სამყარო ჩემს მიერ აღიქმება როგორც შინაგანი ყოველდღიურობა. ანუ ყოველდღიურობაში რასაც ვაწყდები, რა პრობლემებსაც ვაწყდები, იმავე პრობლემებს ვაწყდები ჩემს შინაგანობაში, ჩემს შიდა სამყაროში, ასე ვთქვათ, სადაც როგორც გითხარით, გარდა ამ მეებისა, ასევე არიან, როგორც მე თვითდაკვირვების საშუალებით ვაკვირდები, არიან უცხოებიც არიან აქ შემოსულები, ანუ ისინი საუბრობენ, ისინი სხვის საუბრებს აკვირდებიან, ერთმანეთში საუბრობენ, ამ მეებსაც საუბრებიან და ასე შემდეგ, ხო? და ეს უცხოები არიან გადაცმულები. რა თქმა უნდა, ის არ არიან თავიანთი, ალბათ მე ასეთი განსამაგ, რომ თავიანთი ნამდვილი სახით შემოსულები, ისე როგორც დაუშვათ, სახელმწიფოში შეაღწევენ ხოლმე ჯაშუშები, ასე ვთქვათ, და უცხოები და ცდილობენ, რომ მიიღონ იქ ეს მოქალაქეობა, ასე ვთქვათ, მიაღწიონ ამ მოქალაქეობას, რა თქმა უნდა, ეს შინაგანი სამყაროს მოქალაქეობაზეა საუბარი, ხო?
და ძალიან ძნელია მათი გამოცნობა. ანუ ვინ არიან ისინი, რა აზრებს ავრცელებენ შენში, რა კვალს ტოვებენ, ამის ძიება, ასე ვთქვათ, ძალიან რთული საქმეა, ხო? მაგრამ იმ მიზნით, რომ ჩვენ გავერკვეთ, მე მაგალითად გავერკვეთ ჩემს შინაგან სამყაროში და დავსახო რაღაცა გზები იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედო მე, თავიდან რა თქმა უნდა მე საუბარი მაქვს მოქმედებაზე ჩემ შიგნით და არა გარეთ, ხო? ეს შინაგანი სამყარო, ასე ვთქვათ, ჩემი თვითდაკვირვებით და თვითმხილველი მეს საშუალებით, ხო, აღიქმება ასევე როგორც უფსკრული. ანუ მე ვარ ასეთი განცდა მაქვს, რომ მე ვარ უფსკრული, ანუ ყველაფერი ჩემში ხდება. ესე იგი, რა გინდმე თავში აზრი მომვიდეს, რა გინდმე გულში რამე გავივლო, ხო? და ლანდივით გაკრთეს ჩემს თვალწინ, ყველაფერს ამას ადგილი აქვს, ასე ვთქვათ, ყველაფერი ეს ხდება ჩემს შიგნით და ამდენად ჩემი შინაგანი სამყარო აწეწილია, როგორც წინასაუბრის დროსაც მოგახსენეთ და დამუხტულია, ასე ვთქვათ, რაღაცა ენერგიით, რომელიც ყოველთვის არის სახიშრობამის რომ ის აფეთქდეს ის ენერგია და თლიანად დაიშალოს ასეთი განცდა ეუფლება ჩემს შესაბამის მეს. ეს მე მათი სახელით ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი ლაპარაკობენ ჩემი სახელით, ხო? მე მაინც ვამბობ, რომ ისინი ჩემთან ურთიერთობაში შემოდიან ჩემი განცდების საშუალებით, ხო? და მათთან მე, ასე ვთქვათ, უშუალო ურთიერთობა არ მაქვს და მე მიწევს ყველთვის იმის ფიქრი, თუ როგორ შეიძლება მე მათთან დავამყარო ურთიერთობა, როგორ შეიძლება რომ მათთან მქონდეს თანაცხოვრება, ანუ მათთან ერთად ვცხოვრობდე ჩემს შინაგან სამყაროში და უფრო ხშირად მე მეუფლება ისეთი განცდა, რომ მე არც ერთ მათგანთან ცხოვრება არ მინდა. მე არ მომწონს ეს მეები და არ ვარ თანახმა, რომ მათთან ერთად ვიცხოვრო, ასე ვთქვათ, ხო? და ეს არის სწორედ ის შინაგანი კონფლიქტი, რაც ყველაფეხის ნაბიჯზე ანუ თანგდევს მე, ხო? და ყველთვის გძნობ იმას, რომ ვიღაცები მახეს მიგებენ, ხო? და ისეთი განცდაც კი მაქვს, რომ ეს სხვები საერთოდ არ არიან ჩემში და მე მეჩვენება, რომ ისინი არიან. სინამდვილეში შეიძლება ისე იყოს, რომ ეს სხვები ვიყო მე, ოღონდ მე ვიყო გადაცმული, ანუ შეცვლილი, ასე ვთქვათ, ხო? და აქედან მიჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ ყველა ცვალებადობა, რომელიც მე შეიძლება ჩემს თავს დაუსახო მიზნად და შევეცადო მის ხორჩესმას, არის მოჩვენებითია. მე კი არ ვიცვლები, როცა მე როგორც მგონია ყველაფერს ვაკეთებ იმ
იმისთვის რომ შევიცვალო როგორც მე მესმის უკეთესობისკენ, ასე ვთქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვერ ვასაბუთებ რა არის უკეთესი, ხო? ეს მაძლევს იმის განცდას, რომ მე ჩემი ამ შიდა სამყაროიანა, ჩემი მეებიანა, არა მეებიანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კი არ ვარსებობთ, არამედ თითქოს ვართ, აი თითქოს რასაც ჩვენ ვითომ რასაც აი როცა საუბარში ვამბობთ ხოლმე მართლა კი არა ვითომ მართლა და ვითომ აი ეს ორი გაგება ანუ ჩვენ ვაპირისპირებთ ამ ორ გაგებას ერთმანეთთან არა და შეიძლება მე ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს რომ ის მართლაც არის ვითომ ანუ ის ვითომ მართლა და მართლა ვითომა ხო და აი რაღაცა ასეთი სიტუაცია, ასეთი მდგომარეობა წარმოიშობა ჩემში და ხანდახან ესე იგი მე იმასაც კი ვხედავ შინაგანი გრძნობით რა თქმა უნდა მე ეხლა ამ საუბარში ალბათ უფრო ხშირად ვიტყვი გრძნობა, შეგრძნება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ უნდა გვეგონოს ისე და ალბათ მე არ უნდა მეგონოს და ჩემს მეებს რაღაცა არ უნდა ეგონოს რომ მარტო აზრი არის საინტერესო, აზრი რა არის აზრი, რას მიქადის და ასე შემდეგ, მე მუქრება თუ მე მუქრები, მარტო ეს კი არ არის, არამედ გრძნობა არის ადამიანში, შეგრძნება არის, ანუ ალღო არის, მიხვედრა არის, რაღაცა სხვა განზომილებებია, რომელიც უშუალოდ აზრისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, ხო და მე მაგ განცდა რომ მე ჩემში და უშუალოდ არის კიდევ მე როგორც გითხარის იმ მეში კიდევ მე და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვერ ვამბობ, რომ მე ვარ, არამედ მე ასეთი გამოთქმა მომდის, ასე ვთქვათ, მინდა რომ ასეთი გამოთქმა ვიყო, რომ მე არის, ეს მეები არიან, მე არის, ანუ მე ვარ, მე არის, ამათ შორის ტოლობის ნიშანია და მე აი ჩემი მეებიანა, ამას ეს მეთოდიც არის, ანუ მხატვრული შემოქმედების მეთოდი არის, რომელსაც მიმართავენ ხოლმე ხელოვანები, მხატვრები მათ შორის და სხვა ხელოვანები, რომელსაც ჰქვია უსტრულში ჩასმა, ეს ფრანგულიდან არის ეს ანუ მიზანაბიმ, ასე ჰქვია ფრანგულად. აი, ვისაც გაგვიგონია მიზანსცენას რო ხმარობთ ქართულად, ესეც არის ფრანგული, ხო? და ამ შემთხვევაში აქ იგულისხმება არა განხორციელება მიზანაბიმ, არამედ მიზანაბიმ არის ესე იგი უსტრულში ჩასმა, ხო? და ამ უსტრულში არ უსტრულში მე ისეთი განცდა მაქვს, რომ მე ჩემი მეებიანო ვქრები, მაგრამ ეს გაქრობა როგორც ხვდები არის მოჩვენებითი, იმიტომ რომ შემდეგ მეც ამ მეებიანა ერთად ვქრები ამ ადგილას, რომ სხვა ადგილას წარმოვიშვი. დღეისთვის ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.